რამდენიმე წუთში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლოს ხდომა საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე გაიხსნება, თუმცა სავარაუდოდ ძალიან მალევე დასრულდება, გამომდინარე იქიდან, რომ ახლა საქმე არის არსებითი განხილვის ეტაპზე, ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევს სასამართლო და დღეს როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, სახელმწიფო ბრალმდებელმა ვერ წარმოადგინა ვერც ერთი მოწმე, რომელმაც სასამართლოს ჩვენება უნდა მისცეს, რის გამოც არ არის გამორიცხული, რომ დღევანდელი სასამართლოს ხდომა გადაიდოს. დღევანდელ პროცესში მონაწილეობას მიიღებს თავად გიორგი ბაჩიაშვილი, არ არის გამორიცხული, რომ მან ისურვოს, რომ სიტყვით მიმართოს სასამართლოს, თუმცა წინასწარ ამის შესახებ დღეს ადვოკატი მედიასთან კომენტარს რა თქმა უნდა ვერ აკეთებს. ასევე არის ცნობილი ის, რომ დაცვის მხარემ შესაძლოა ბრალდების მხარის მტკიცებულებები უდაოდ ცნოს, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ არსებითი განხილვა საქმეზე მალევე დასრულდება და შესაბამისად განაჩენიც მალევე იქნება ცნობილი. გიორგი ბაჩიაშვილს ბიტკოინების საქმეზე 11 წლიანი პატიმრობა უკვე ისედაც აქვს შეფარდებული, თუმცა მოსამართლე ჯვებენ აჭყებია, არ არის გამორიცხული, რომ გამომტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ გამოიყენოს შეკრებითობა და მას კიდევ რამდენიმე წლიანი პატიმრობა დაუმატოს. აღნიშნულ საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა უკვე დაწყებულია, რამდენიმე პროცესია. შესაბამისად დღეს ბრალდების მხარევის წარმოადგენს ჩვენთვის უცნობია, რაც შეეხება გიორგი ბაჩიაშვილს, ის იქნება პროცესზე წარმოდგენილი. ბატონი გიორგი თავად იქნება პროცესზე და თუ საჭიროდ მიიჩნევს, გააკეთებს თავად განცხადებას. პოზიციასთან დაკავშირებით ახლა ჯერჯერობით უმილისუფლებას იყენებს, თუმცა საბოლოო ჯამში ჩვენ ჩამოყალიბდები და არ არის გამორიცხული, შეიძლება ნაწილობრივ რაღაც მტკიცებულებები არასადაოდაც იქნეს მიჩნეული. დეტალებში შესვლა და წვრილმანება რაღაც კონკრეტული მოწმის ჩვენების კონკრეტული ეპიზოდის დეტალიზება არ მგონია რომ იყოს სწორი, თუმცა თუ მივიღებთ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ გახდეს გარკვეული მტკიცებულებები არასადავე, ცხადია პროცესზე გაცხადდება და თქვენც მოისმენთ. სასამართლოსთვის ჩვენება უკვე მიცემული აქვს შოთა ქარუმიძეს, კაცს, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილს საქართველოს საზღვრის გადაკვეთაში დაეხმარა და კიდევ ბრალდებას რამდენიმე მოწმე ყავს გამოსაკითხი, მათ შორის ის ადამიანი, რომელმაც საზღვარზე შეამოწმა მანქანა, რომელშიც გიორგი ბაჩიაშვილი იმყოფებოდა, თუმცა მანქანაში ბაჩიაშვილი და ეგრეთ წოდებული სამალავი ვერ აღმოაჩინა. დღევანდელი პროცესის შემდეგ გახდება სავარაუდოდ ცნობილი, გახდება თუ არა უდაოდ ის მტკიცებულებები, რომელიც სახელმწიფო ბრალდებამ ამ თვეების განმავლობაში გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ მოიპოვა და შესაბამისად უკვე როგორ გაგრძელდება შემდეგი სასამართლოს ხდომები.